ლიბერალური ფაშიზმი და მიზან მიმართული პროვოკაცია, რომლის შემთხვევითობად შეფუთვაც სურთ რადიკალების სამიზნე, ამჯერად მამუკა მდინარაძე გახდა ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, ოპოზიციურად განწყობილი და LGBT აქტივისტი სადარბაზოში დახვდა და სიტყვიერადაც დაუპირისპირდა. ნანა დიხიმინჯიამ საკუთარი პროვოკაციის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც განათავსა და ბოდიში მოუხადა თანამოაზრეებს იმისთვის, რომ მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებისას უფრო მეტი რადიკალიზმი ვერ გამოიჩინა. ქალს სოციალურ ქსელში ქცევას თბილისი პრაიდისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების წარმომადგენლები უწონებენ. ადამიანებს რომ ვერცვლი იქ რომ დგავართ 200,000 ადამიანი და უარცხლენია ფაშისტებს ნუ ემსახურები. მე ვემსახურებ. კი, ფაშისტებს ემსახურები. თქვენ ხართ მე ჩემს სამშობლოს ემსახურები. თქვენ ხართ მოღალატე. ნახე ეს რუსული თემა. თქვენ ხართ მოღალატე, ამ ქვეყანას ღალატობთ თქვენ. თქვენ ღალატობთ ამ ქვეყანას. მე რომ მოღალატეობის არა, მოღალატები თქვენ ხართ, იცით რატო? მოღალატეობის ისტორია. იცით რატო? იცით რატოა თქვენი ისტორია და ბიოგრაფია ღალატის? არ იცით ვის ემსახურები თუ გულწრფელი ხართ. შენაბელში გაიგებთ? კი, რა თქმა უნდა, ის კანონები, რომელიც თქვენ მიიღებთ, ის კანონები, რომელიც თქვენ მიიღებთ, მაგალითად საჯარო მოხელის შესახებ, პროტესტის შესახებ, ეს არის არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის. რომელი გამჭვალობა რუსულია? სად არის თქვენ? ოჯახური ღირებულებები რუსულია? ბავშვებიო? არა, მოღალატე შენ ხარ, ქალბატონო, რატო გეტყვი ხაგიხსნა? იმიტომ რომ სხვა ქვეყანას ემსახურებით. რომელ სხვა ქვეყანას მემსახურები? აქ ვდგავარ, იმიტომ რომ რას გახარ, რას კაცო? აქ ვდგავარ, იმიტომ რომ ბავშვებს თქვენი გამოურიცხო. ეს კარგია. რამდენი მაშინ გენდერულ ხარ ეს ნუდგახარ. LGBT პროპაგანდა არის თქვენი გამოგონილი, ისე რომ პუტინის გამოგონილი და ზუსტად მაგას იმეორებთ ყველგან. ერთნაირი ტექსტი გაქვთ თქვენს პუტინსაც და ორბანსაც. არანაირი LGBT არ არის აქ პრობლემა, ბავშვები შიმშილობენ სკოლაში. არანაირი ბავშვები შიმშილობენ სკოლაში წვევადენ. გახარ იმის დროს შიმშილობენ ბავშვები. არა. ეხლა შიმშილობენ ბავშვები სკოლაში და ამაზე წვევადებს და თვითონ მინისტრს აქვს გათქვამი. თვითონ მინისტრსაც აქვს გათქვამი. შენ ხარ შენი ქვეყნის მოღალატე, იცი რატო? სხვებს ემსახურები და აგენტი ხარ. არა. აგენტი ხარ როგორ არის? ნანა დიხიმინჯია წლები არაც ამერიკაში ცხოვრობს, საქართველოში კი ძირითადად პროტესტის გამოსახატად ჩამოდის, აქტიურობს LGBT თემის მხარდაჭერის კუთხითაც. დაპირისპირების ვიდეო მამუკა მდინარაძემაც დადო და განმარტა, რომ ჯაშუშებს მისი მხრიდან აქციებზე შეკრებილი ადამიანების რეალურ რაოდენობაზე საუბარი აბრაზებთ. უმრავლესობის ლიდერის სახლთან ჯგუფურად მისვლის ნაცვლად კი ამ ეტაპზე მხოლოდ დიხიმინჯიას ჩასაფრება გადაწყვიტეს. ჩემს სტატუსებზე გიждდებიან, ერთი კვირაა მთავარ თემა დაგვთ, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ. გუშინ წერდნენ სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ რამდენი ვართო. ბოლოს ეტყობა იფიქრეს ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, ჩემი მეზობელი შემთხვევით. რომელმაც ასევე ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას. პოპსკრიპტუმ ვამატებ. ახლა მომწერეს ეს ქალი მთლად LGBT პროპაგანდისტი ყოფილა. ახლა უფრო ნათელია ყველაფერი. წარმოიდგინეთ, საქართველოში ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ ქალი ქალს აღარ გავდეს კაცი კაცს და მეზობელი მეზობელს. ბოლო პუნქტის შესრულება ამ ქალს დააწყებინეს. ნანა დიხიმინჯიამ მამუკა მდინარაძეს თავმომწონედ დაამაყა და უთხრა, რომ თუ ქართული ოცნების გენერალურ მდივანს აინტერესებდა თუ რას წარმოადგენდა, მმართველი გუნდის წევრებისთვის, ნინო წილოსანისა და მარიამ ლაშხისთვის ეკითხა. გუშინძელს გამოეხმაურნენ თავად წილოსანი და ლაშხი, მათი თქმით დიხიმინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არა ქართული დამოკიდებულებებით დაამახსოვრა. იქიდან გამომდინარე კი, რომ საქართველოზე მეტ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, აქვთ ეჭვი, რომ ბინძური დავალებების შესრულების ბრძანებაც სწორედ საზღვარგარეთ მიიღო. რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვპასუხობ. ნანა დიხიმინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არა ქართული დამოკიდებულებებით დაგვამახსოვრა. რატომ გონია, რომ სადმე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ამით? მართლა მიგვირს, შეიძლება ის ნაცებს და LGBT აქტივისტებს ძალიან მოსწონთ, რადგან მისი აქტივიზმი ფაქტია, მხოლოდ არა ქართული გეგმების და აგენტურული ნაცპარტიების პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან. დღეს კი უდავოდ ბინძური დავალების შესრულება აიღო თავის თავზე, ოღონდ არ გამოუვიდა და თავისივე პოსტში თავს იბართლებდა შემკვეთებთან. ამ ვიდეოში ამბობს მარიამ ლაშხს კითხე ვინ ვარ და რა მიკეთებიაო. STEAM ინიციატივების გულშემატკივარის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და LGBT პროპაგანდისტია. ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს, დავალებებით დახუნცლული ბრუნდება უკან. როგორი არაქართული და ბინძურია აგენტ მეზობელს, რომ ახვედრებენ ადამიანს.
გუშინდელ პროვოკაციას ხალხის ძალაშიც გამოეხმაურნენ. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულებლად ერთადერთი გზა არსებობს და ეს კოლექტიური ნაცმოძრაობის გასამართლებაზე გადის. როგორც ხალხის ძალაში ამბობენ, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობა საქართველოში უნდა დასრულდეს და არა მხოლოდ საქართველოში. იმიტომ რომ ამერიკელებმა ამერიკაში ეს დაასრულეს. და საქართველოშიც დაასრულა ქართველმა ხალხმა, მათ შორის 26 ოქტომბერს. მაგრამ ეხლა უკვე ჯერი არის ხელისუფლებაზე, რომ უნდა გასამართლდეს ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოისვენოს. გამორიცხულია, ამიტომ ჩვენ ხალხის ძალად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყოს აუცილებლად კოლექტიური ნაცმოძრაობის გასამართლება, იმიტომ რომ ლიბერალური ფაშიზმი სხვანაირად ვერ დასრულდება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ გუშინ მომხდარი ლიბერალური ფაშიზმის კამპანიის გაგრძელებაა. ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს იმასაც, რომ დიხი მანჯია მამუკა მდინარაძეს თავს არგუმენტების გარეშე დაესხა. მსგავსი ქმედებები კი კარგად ორგანიზებული სცენარის ნაწილია, რაც საზოგადოებამ არაერთხელ ნახა. ესეც იყო ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება, ეს ქალბატონი დიხამინჯია, როგორც კი ბატონი მდინარაძე შედის უკვე იქ რაღაცა შინაარსობრივ კითხვა-პასუხში, უკვე რაღაცა ისტერიულ რეჟიმზე გადადის. ნუ ხა ქალბატონი არ მინდა ისეთ სიტყვები გამოვიყენო, მაგრამ უკვე წივილს, კივილს იწყებს, როდესაც უკვე კონკრეტული კითხვები მიდის, ხო? აი რა გავაკეთე მე რუსული, ხო? არა, აი გინდა თუ არა რუსული გაგაკეთებული და მოდი კარგად დავფიქრდეთ და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ძილის წინ მაინც როდესაც რაღაცა სარკეში ჩაიხედებიან, თავს დაუსვან ერთი შეკითხვა, რომ 12 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ რუსული საქმე რა გააკეთა. ქართული ოცნება არის, ვინც რუსეთს მოუგო სასამართლოს სტრასბურგშიც და ჰააგაშიც და სწორედ ჩვენი დამსახურებით რუსეთს დაერქვა ოკუპანტი. ეს ადამიანი არგუმენტებში გაცამტვერდა, მას უნდოდა, რომ მამუკა მდინარაძის მიმართ რაღაცა ხელოვნური ვიდეო დაედგა და საბოლოო ჯამში რა შედეგიც მიიღო, დგას დღეს და ბოდიშ სიხდის, რაც ბუნებრივიც არის. სასაკვირველია, ვინაიდან ასეთ პოლემიკაში ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტები არ გააჩნია და დაზეპირებული მესიჯბოქსებით გამოდიან მხოლოდ. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ეროვნულობას და სიმართლეს უპირისპირებ ამ ყველაფერს, ლიბერალური ფაშიზმი ნადგურდება და ჩვენი მიზანი არის, რომ ლიბერალური ფაშიზმი ზოგადად დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. გუშინდელი შემთხვევა ლიბერალური ფაშიზმის ერთადერთი გამოვლინება არ არის. საზოგადოებას კარგად ახსოვს უახლოეს წარსულში მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიმართ არაერთი თავდასხმა სახლებთან მივარდნა. ოჯახის წევრებზე მუქარები, სადარბაზოებში შეურაცხმყოფელი წარწერები და სხვა სახის პროვოკაციები, რაც მიზნად ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების დაშინებას ისახავდა, თუმცა ყველა მსგავსი პროვოკაცია უშედეგოდ დასრულდა. ყველა შემთხვევაში პროტესტი რადიკალების მიერ იყო ორგანიზებული და ოპოზიციური პარტიების თუ NGO სექტორის წევრები და მათი თანამოაზრეები თავის წარმოჩენას რიგით მოქალაქეებად უშედეგოდ ცდილობდნენ.